დასრულდა რეკლამა ვაგრძელებთ საუბარს. თან გერმანიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იმპორტის იყო მანქანები. როგორ იზავენ ექსპორტის ვკაცრავად, ხო, მანქანები. არა, შალვა. თან ამერიკაში. მაგრამ ყველაზე დიდი კრიზისი რაც აქვს ახლა მე უსმენდი რამოდენიმე პოდკასტს. ძვირი ენერგოს მატარებლები. არის ის რომ ევროპას აქვს დაკარგული ჩამოვარდება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გასაკუთრებით ეს არაკეტო სისტემაში. კი ბატონო. რაც შეიძლება ტანკები ყავს, გერმანიას ყავს, ეს სატანკო თუმცა ცოტაა. ამუშავებს, მაგრამ აი ეს სარაკეტო არის დღეს უკვე სტრატეგიული მნიშვნელობის უპირატესობას გასძლევს. როდესაც რუსეთს აქვს ზებგერითი და თან არქიბგერითი მაგის დაწევაში მოგწდება რამოდენიმე ასმახზე ამას საბრძოლო სული რომელიც აი ეგ უკვე მარტო მე მგონი ორ ქვეყანაშია და სამში. ეს არის ალბათ ჩრდილოეთ კორეა, უკრაინა და რუსეთი. ხო და ეს დიდი მნიშვნელობისაა თან. არა, ეგ არის გადამწყვეტი. რუსეთს ხო აქვს ეს მოკლედ ეს დიდი იდენტობა, რაზეც არის ჰიტლერის და ნაპოლეონის დამარცხება, რომელიც დასავლეთიდან შევიდა ხო რუსეთში. რუსეთი რა თქმა უნდა ვერ ახერხებს მეორე მსოფლიო ომის მსგავსად უზარმაზარი ოპერაციების განხორციელებას უდიდესი სიცხეების პასად. მაგრამ თუნდაც კურსკის ოლქის გათავისუფლების ოპერაცია ამ ტრუბით რომ გავიდნენ, ხო? ეს მართლაც მე უცხოელების რეცენზიებით მაქვს ამ თემაზე დაკითხული, მართლა ძალიან მაგარია. თუმცა ეს ყველაფერი გასაგებია, რუსეთსაც აწყობს ომის მისასარგებლო დასრულება, იმიტომ რომ რესურსები არ არის რესურსები მუდმივი, თუმცა კიდევ თქო სტრატეგიული შეტევაში არის რუსეთი. მე მინდა ერთი დავუმატო გერმანიის თემაზე. ანუ რატო იწყებს გერმანია მილიტარიზაციას? ანუ ყველამ ვიცით რომ გერმანიას აქვს პრობლემა იმის რომ თუნდაც იმის რომ საკუთარი სამრეწველო ასე ვთქვათ ინდუსტრიას აქვს ძიმე პრობლემები. ანუ საკუთარი სამრეწველო ინდუსტრია კარგავს ტრადიციულ ბაზრებს, გაუძვირდა მას ენერგო რესურსები. ესაბამისად, იმისთვის რომ ეკონომიკას ჰქონდეს რაღაცა მულტიპლიკატორი, რომელიც გაამრავლებს თავის გადაარჩენს ინდუსტრიას, ამიტომაც გადაწყვეტეს მილიტარიზაცია. ამიტომაც ჭირდებათ რომ ეს უკრაინა მიომოს, იმიტომ რომ რაღაცა საბაბი არსებობდეს თუ რატო დებენ ძალიან დიდ ფულს ეკონომიკაში. შესაბამისად, ანუ ძალიან ლოგიკური ახსნა აქვს იმას, ანუ რატო დებენ ძალიან დიდ ფულს მილიტარიზაციაში. თუმცა აქ არის რამოდენიმე მთავარი პრობლემა. პირველი პრობლემა არის ის, რომ ისევ რჩება ძვირი ენერგორესურსები. ანუ ტანკების წარმოებასაც ძვირი ენერგორესურსები ჭირდება. შესაბამისად, ანუ ძალიან არაეფექტური იქნება ეს ნაწარმოები, ანუ ის ბევრად ძვირი იქნება, ვიდრე მაგალითად ანალოგიური რუსული ან ჩინური ან სხვა წარმოებები. გარდა ამისა, პლუს ამას არის ეჭვები, რომ შეიძლება ამანაც ვერ უშველოს გერმანიის ასე ვთქვათ სამრეწველო გერმანიის მრეწველობას, იმიტომ რომ მაინც მოუწიოს მრეწველობას შემცირებები და გადარჩენა და აქედან არის რა რომ სინამდვილეში ძალიან ლოგიკურია, ანუ ძალიან ლოგიკურია თუ რატო ცდილობს გერმანია ნაცვლად იმისა რომ უბრალოდ ადგეს და აიძულოს უკრაინა და შევიდეს მოლაპარაკებებში და ისევ განაახლოს მაგალითად ნორმალური კავშირი რუსეთთან და მიიღოს რესურსები, ნაცვლად ამისა რომ ის იწყებს მეორე გზას. იმიტომ რომ ამნიშნულოვანი თემაა რა. Deep State არა მარტო საქართველოში და ამერიკაში და სხვაგან რევს სიტუაციას. გერმანიაშიც რევს. რა თქმა უნდა. ანუ იმიტომ რომ გერმანიასაც აკონტროლებს ეს NGO სექტორი. შენ იქ ვერ გამოხვალ, ან და გერმანიაში ვერ თქვი, რატო ხარჯავთ 500 მილიარდ დოლარს შეერაღებაზე 8 წლის განმავლობაში, როდესაც ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ დავამთავრებიოთ ომი უკრაინას და დაუბრუნდეთ იმ მდგომარეობაში, რომელშიც ვიყავით 3 წლის წინ. ვერ იტყვი ამას. მოდი მაშინ მეორენაირადაც შევხედოთ, რომ გერმანია არის ოკუპირებული ქვეყანა. მოდი, ყველაფერი 4 ქვეყნის მიერ. ხო, თავარია ამერიკელების მიერ არის ოკუპირებული, დანარჩენ ქვეყნებს გერმანელ ოფიცრებს მეორე მსოფლიო ომის დროს მებრძოლ და დალებებულ ოფიცრებს გაუკვირდათ, როცა დაინახეს კაპიტულაციის დროს საფრანგეთის ამათაც მოგვიგესო გაუკვირდათ. გავითვალისწინებთ, რომ შარლემანის ბატალიონი იცავდა ბოლომდე ბერლინს და სიამდვილეში მეორე მსოფლიო ომის დროს შეიძლება შევხედოთ, რომ საფრანგეთი იყო გერმანიის მოკავშირე. სიამდვილეში. კი ბატონო, ხო, ძალიან ვიშისტები, ხო. არ მე ხო ვიშიც გააუქმეს და გასაოცარი იყო უბრალოდ რა, რომ ქვეყანა რომელმაც ყოველგვარი ბრძოლების გარეშე ასეთი გერმანიაზე დიდი არმიით თავდაცვაში დატოვა ასეთი
ტერიტორია პრაქტიკულად ბრძოლის გარეშე. თავდაცვის გარეშე მოდი ესე ვთქვა, ჩააბარა პარიზი და ყველაფერი. მათთან წაგება გასაკვირი იყო, ხო? ცოტა გასაგებია, მაგრამ ნუ რაც არის ის არის, ხო? ამერიკელებმა, ინგლისელებმა და რუსებმა დაამარცხეს ჰიტლერი. და ეხლა მას მერე დენაციფიკაციის პროცესმა ბევრი რამე გააკეთა, ხო? მათ შორის ის საბრძოლო სულისკვეთება, რაც ფაშისტებმა ვერმახტმა ზოგადად წინ წამოწია, ბუნებრივია ხა ეს დაიდგუნა და ეს ალბათ ეგრეც იყო საჭირო. საჭირო? მაგრამ ხო. არა გედერში. გედერში საკმაოდ დიდი ჯარი. თუმცა ეხლა ხო, კი ბატონო, მაგრამ ეხლა როდესაც მილიტარიზაცია მიმდინარეობს, როდესაც ჯარში უნდა მიიღონ ბუნდესვერში, როცა ქარხნები უნდა გაუშვან, როცა ინჟინრები უნდა ამუშაონ, ეს სამხედრო საქმე თავისთავად მენტალობის გადაწყობას ითხოვს. რა ვიცი, რამდენად სწორია გერმანიაში ამის გაღვიძება, ეგ არა ჩემი პრობლემა, ბაბელშემუშოთო უფრო ჭკვიანი ხალხი იფიქრებს ამაზე, რამდენად სწორია, ვერამდენად ვიცნობ გერმანულ კულტურას, ეს არის გენიალური უდიდესი კულტურა, განსაკუთრებით ტექნიკის სფეროში. ჩვენ არ დაგვავიწყდეს, რომ ცივილიზაციის ძალიან ბევრი მიღწევა, როგორც არის რეაქტიული ძრავი, როგორც არის ბალისტიკური რაკეტები, რომელიც შემდეგ კოსმოსში გაფრინდნენ, როგორც არის თითქმის დასრულებული ვირტუალური ბომბი, როგორც არის შესანიშნავი იარაღი და წყალქვეშა ნავები, ეს ყველაფერი არის სწორედ გერმანული ქიმიური მრეწველობა. ქიმიური მრეწველობა. ფიზიკაზე არაფერი ეგ საკეთებაა, კი ბატონო. ეს არის გერმანიის დამსახურება, გთხოვთ. და შეკითხვა რა შეიძლება? შეკითხვა არის შემდეგი, რომ როდესაც ჩვენ ხედავთ ევროპის ლიბერალური თუნდაც ფრთის ასე გამოღვიძებას, მილიტარისტულ გამოღვიძებას, ეს არის მორიგი ფეიკი, ეს არის გლობალისტების რაღაცა ტრიუკი ახალი. მაშინ იაპონიაშიც არ დაგვაუწყდეს, რომ იაპონია ერთ-ერთი ყველაზე მილიტარისტული სულისკვეთების მქონე ქვეყანა იყო. ერთ-ერთი კი ალბათ ყველაზე. ეხლა აღარ, მაგრამ ხო, ყველაზე. მეორე მსოფლიო ომში რაც იაპონელებმა აკეთეს, იმის შემდეგ გერმანელები ძალიან თუნდაც ადამიანის უფლებების შელახვის კუთხით ბილო. ანუ ისა რაზმი ბაქტერიოლოგიური იარაღის თუ ვინმე აბოცდა ადამიანები. შავა თუ ვინმეს უნდა ღამის წინ სიგიჟის საკითხვა, რაზმი 721 წელს წაიკითხოს ინფორმაციები. YouTube-ზე არის ინგლისურად და რუსულად ფანტასტიკური ვიდეოები. ნახოს ასაკეთებდნენ იაპონელები. დაახლოებით. აქ მე უფრო უყურებ შემდეგნაირად. მე უყურებ რომ ევროპის თავარი ამოცანა ეხლა არის 4 წლიანი დაპირისპირება შეერთებულ შტატებთან იმ იმედით, რომ შემდეგ არჩევნებზე ტრამპი წააგებს და დაბრუნდება. მთელი სტრატეგია ეხლა ის რომ რატომ არ ბრუნდება და რატომ არ აზროვნებენ ეროვნული ინტერესების ლოგიკიდან გამომდინარე, მდგომარეობს იმაში, რომ შენ ეხლა ყველანაირი ისეთი პროცესი უნდა გააკეთო, ყველაფერი უნდა გააკეთო იმის. უნდა გაძლო, ხო. აი ესა გაძლების სტრატეგია. მე ესე უყურებ. მე არ მჯერა იმისა, რომ ეხლა ამ პოლიტიკურ ძალებს აქვთ იმის რესურსი, რომ ევროპული საზოგადოება გადააწყონ ეხლა და მათი მილიტარიზაცია მოახდინონ. კი, რაღაცა სახის მილიტარიზაციას რაც ნიშნავს იმას, რომ ტექნიკის შეერაღების დონის გაზრდა და ასე შემდეგ. ეს შეიძლება მოხდეს, მაგრამ ის რომ მენტალური გადაწყვეტა მოაწყონ, მაგას ჭირდება ის ფუნდამენტური იდეოლოგიური გადაწყვეტა, რისი უნარის მათ არ გააჩნიათ. შეუძლებელია ეხლა ევროკომისიამ მოაწყოს, რა ვიცი, ევროპარლამენტარებმა დათანხმდნენ ლიბერალური რაღაც პოლიტიკების შეჩერებას. მით უმეტეს ჩვენ ნახეთ, ხო, რომ ყველაფერს ტრამპის საწინააღმდეგოდ აკეთებენ, თუ კი ტრამპმა აკრძალა არასოწოვანი ბავშვებისთვის სქესის შესრულება, საფრანგეთში საწინააღმდეგოდ მიიღეს კანონი, სადაც დაშვებულია და მშობელს არ აქვს უფლება, რომ ჩაერიოს ამ არჩევანში, ხო? ანუ მე ესეთი პოლიტიკებით არ მჯერა, რომ ევროპას აქვს იმის შანსი, რომ შეცვალოს საკუთარი რაღაც ფსიქო იდეოლოგიური მიმართება, მაგრამ არის ჰომოგენური ერთობა. ამაზე რა სიტყვი? ევროპა ხო მინიმუმ სამბანაკად სხვადასხვა მეთოდით, როგორც არის მაგალითად ჩრდილოეთი, დასავლეთ ევროპა და სამხრეთ ევროპა, ესე იყოფა ევროპა. ინგლისსაც ცალკე შეგვიძლია განვიხილოთ, არის ესეთი სქემები. არის ყოფილი სოცბანაკი და დასავლეთ ევროპა თუ ნატოს ბანაკი. ევროპა არ შეიძლება რომ იყოს, ჩემი აზრით აბსოლუტურად მიუღწეველია ის რომ ევროპა იყოს ჰომოგენური. ევროკავშირი თუნდაც იყოს ჰომოგენური. ლიტვა, ლატვია და ესტონეთი არის
ისეთი რაღაცეები, ხო, ქვეყნები, ხო, რაღაცეები შეურაცხყოფას გეროყანებ, რომ საერთოდ დღის ურევენ დღის წესრიგს, რომ აი ეს მინდა რომ მიპასუხო აი შენ როგორც ისტორიკოსმა, არასოდეს ევროპა ჰომოგენური არ ყოფილა. ამ გაგებით რაც ის სივრცე რაც ეხლა რა რუსეთი არ არის ევროპა, მოდის პირდაპირ თქვა. რუსეთი არის ცივილიზაციურად ევროპაა კი ბატონო. ცივილიზაციურად რა თქმა უნდა. ისტორიულადაც ევროპა. არა იმათვის აჩრდილი არის ერთგვარი. ახლა როგორ? რაღაც ველოდის მასავით უყურებენ. საბოლოო ჯამში ახლა ჩვენ ესე შეგვაჩვიეს, მაგრამ სიამდვილეში თუ ისტორიას ავიღებთ, ევროპა არასდროს არ ყოფილა ერთი ცივილიზაცია. იყო მინიმუმ, მე მინიმუმ ამბობ 2 შევა 2-ზე მეტი. აქამდე იყო ბიზანტიური სივრცე, რომელიც გაქრა, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო რუსეთმა. ესაც ევროპაა. ოღონდ ესა ევროპა მოდი ესე თქვა ნომერი 2. ევროპა ნომერი 2. არსებობდა ნომერი 1 ევროპა და ცოტა მოგვიანებით ჩვენ ხედავთ რომ იყო განსხვავება, კაცო, რეფორმაციის შემდეგ გაჩნდა 2 პრაქტიკულად ცოტა დაპირისპირებული, კი ბევრი საერთოდ, მაგრამ დაპირისპირებული ცივილიზაციური პარადიგმები. იყო კათოლიკური სივრცე და იყო პროტესტანტული სივრცე. აქედან გამომდინარე, მინიმუმ კულტურული ტიპი ევროპაში არ არის ერთიანი, არის რამოდენიმე. ნუ შეიძლება ვთქვათ, მართლმადიდებლური პირობითად უწოდოთ ამას, მართლმადიდებლური, კათოლიკური და პროტესტანტული პირობითად რო უწოდოთ ესეთ იმას. და ლიბერალური, რომელიც საბიოს მე მგონია რომ ლიბერალური ზოგადად პროტესტანტიზმიდან ამოზრდილი ეს ისტორიული ტიპია საბოლოო ჯამში, სეკულარიზაციის შედეგად. მაგრამ შენ ვერ იტყვი რომ ხა ესპანეთმა დაკარგა საკუთარი იდენტობა, ვერ იტყვი რომ პორტუგალიელმა დაკარგა საკუთარი იდენტობა. იტალიელზეც ვერ იტყვი ამას. უბრალოდ აქ შეიქრა თელი რიგი ესეთი მომენტი, რომ აი ახლა იყო ფინეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ არ იყო შოკი მოსახლეობისთვის, რომ ისინი შეცვლიან ურთიერთობას რუსეთთან, დაახლოების ბიზნესს. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ანუ ფინალები როგორც ყველაზე პრაგმატული ხალხი, ხადია. რუსეთთან ნაუმარი ხალხი. რუსეთთან ნაუმარი ხალხი, პრაგმატული ხალხი. რუსეთის იმპერიაში ყოფი ასევე. დღემდე ნიკოლოს ფინეთი სამხედრო თვალსაზრისით გააძლიერა სწორედაც რომ რუსეთის იმპერიამ და მანერგეიმი იყო რუსის ჯარის საიმპერატორო არმიის მეგონი პოლკოვნიკი, ხო? დღესაც ფინეთის კონსტიტუციაში არის ალექსანდრეს, იმპერატორ ალექსანდრეს სახელით იჭერიან. რეგრესს რო იცოდეთ. ხო არა? არ შეუცვლიათ. არა? იმიტომ რომ მისი აღმატებობა რუსეთის იმპერატორ რაღაცას ესა და ფინეთის მამა ხო, გრაფია თუ ხო, საინტერესოა. კარგია. ხო. ხო, ნუ ჩვენ ხა ევროპაზე ერთი რაც უნდა ვთქვათ, აი ჩვენს კონტექსტშიც რო ვთქვათ რა. ანუ საქართველოში რაც მოხდა ევროკავშირთან მიმართებაში არის რამდენიმე რამ. პირველი, დაიმსხრა მითი, რომ ევროპარლამენტარი არის ღმერთი. დაიმსხრა მითი, რომ ევროკავშირი უდრის ევროპას, იმიტომ რომ ჩვენ ვიცი და ეს ხა ძალიან ელემენტარულია, იმიტომ რომ ლიბერალური დისკურსი ახდენდა ჩვენი საზოგადოებრივი ჯანსაღი აზრის დათრგუნვას და ძალიან პრიმიტივიზაციას და გვეუბნებოდა რომ ყველაფერი განსხვავებული არის რუსეთუმე, ევროკავშირი არის აპრიორი სიკეთე, მაგრამ დისკურსი, ანუ ის მსჯელობა არ ხდება იმის შესახებ, მაგალითად ევროკავშირში რო შეხვალ, იქ რა გელის, რამდენად კარგია შენი ბაზრებისთვის, ანუ არის რაღაცა რელიგიური ხატსახე, რომლის ასე ვთქვათ, რომლის ადეპტები ქართველი ხალხის თვალში არიან ძალიან გაშავებულები. ეს არის ძალიან პრობლემური. ანუ რო გავაჩეროთ ახლა აი 10 მოსახლე, აი ჩავატაროთ ექსპერიმენტი, აი რა ბენეფიტები მოაქვს, ვთქვათ, ევროკავშირში შესვლას. ჩემი აზრით, ალბათ 10-დან 7 ალბათ ზუსტ პასუხს, ან მიახლოებულ პასუხს ვერ გაგვცემს. ანუ ჩვენთვის ევროკავშირი აქამდე იყო არა რუსეთი. ანუ და ეს არა რუსეთის გადაქცევას ცდილობდნენ, ანუ ეს იყო მათთვის ჩასაჭირი, რომ ეს არა რუსეთიდან ჩვენ ვექციეთ ანტირუსეთად. ახლა ვიღაცებს აქვს ამის ფუფუნება, რომ ანტირუსეთი იყვნენ, ხო? მაგრამ ჩვენი გაბარიტები, ჩვენი ისტორიული მეხსიერებიდან გამომდინარე, ეს არის ჩვენთვის დამღუპველი, ხო? იგივე ხა კომისია რომ მიმდინარეობს, იქ რაზე არის დავა, რომ შენ როცა ყავს რუსეთი, რომელიც რო რაღაცა წამოგაგებს იმ პროვოკაციაზე, ერგნეთის ბაზრობა არ უნდა დახურო, არ უნდა გააკეთო სიგიჟეები, ხო? მაგალითად კოდორის ხეობაში რაც გააკეთეს და ასე შემდეგ. და შევატარო დღევანდელ ხელისუფლებას, რატო ეგრე შეგვეძლო, გვეთქვა რომ გაგვეშვა ჩვენს უკრაინაში მებრძოლი დესანტი და გვეთქვა რომ რას ვიზავთ, რუსეთი ესეთი ოკუპანტია და ესეთია და რაღაცა, მაგრამ
ის რო ოკუპანტია და დიდია და იმპერია და ძერჟავა რო შენ ამასთან ადაპტაციურად უნდა მოიქცე. ხო იგივე ჩინეთის ასე ვთქვათ თან სტრატეგიული დაახლოება ახლა ბანკის თემებზე იყო ქალბატონ ათია თურნავასთან იყო შეხვედრა და მოსახლეობა ელოდება ხო რაღაც ამხრივად სიახლეებს. ანუ ჩვენ მთავრობა ამ შემთხვევაში საგარეო მიმართულებით აკეთებს სწორს. მაქსიმალურად უნდა იყოს აქ შვიდობის დაკვეთა რეგიონული და სოფლიო მოთამაშეების მხრიდან. ეს სხვა სიკეთესთან ერთად ქართველებს ერთმანეთის ხოცვის ასე ვთქვათ мотиваციას და სამოქალაქო ომის мотиваციას დაუწევს ძალიან დაბლა. ეს არის ძალიან კარგი. ეგ დაპირისპირება ჩვენთან რაც არის სინამდვილეში. ეს ხო უცხოური დაკვეთა იყო ყოველთვის. 91 წლიდან დღემდე ამ ერთმანეთის დაპირისპირების უკან დგას სხვისი ინტერესები, ხო? პირველად რაღაცნაირად გამოვნახეთ რაღაც გზა, რომ სიცხლიანი დაპირისპირებების გარეშე ჩვენი ეროვნული ინტერესები რაღაცნაირად გამოგვიყო და ადგილგვეყნებინა სხვა ქვეყნების ინტერესები ჩვენზე მაღლა, ჩვენი ინტერესების მაღლა. ჩვენი ინტერესები რა არის? გავანეიტრალოთ ეგ შიდა დივერსიული ჯგუფები პირველ რიგში, მეორე რიგში არ დაუშვათ აქ ჩვენ ტერიტორიაზე ომი და გეოპოლიტიკური სიმძიმეები ამ შემთხვევაში სამხედრო ხო სხვაგან ავირია. ბალტის პირად ეხლა რომ ესე გვექცევა ჩვენ მათ შორის ხო რაღაც სიგიჟები ეს მათი ლოგიკა არის შემდეგი. რუსეთის სამხედრო ესე იგი ინტერესები არის შემდეგი. პირველი უკრაინის მიმართულება არის. არა ბალტის პირად ჩვენთან უნდა ცეცხლის განმოტანა რა თქმა უნდა მე ლაპარაკი ბალტის პირადის ინტერესი არის ის რომ აქ კავკასიაში იყოს თავარი და არა მათ. ჩვენი ინტერესი რატომ უნდა იყოს? რატომ უნდა ემთხვეოდეს ამ შემთხვევაში ბალტის პირადის ქვეყნების ინტერესი? რა თქმა უნდა არ უნდა ემთხვეოდეს. ამიტომ ის პოლიტიკა რაღაცა რომ ესე იგი სინაგლის დონე არ არის თვითონ გაზარდეს იმით ღვინით ვაჭრობა რომელიც არა ვაზის სახელმწიფო არ არის ესე იგი გადამყიდველები არიან ხადი აბა ვინ არის ჩვენ გვიგზალავენ რატო ანუ ჩვენზე მეტი ღვინოში აქვს და თვითონ კაია კალასის ქმარი არის კი და კაია კალასის საერთოდ კომიკური არის ტრამპის შედარებით კარგით მეგობრო დიდ მადლობა იმისთვის რომ გიყურებდით და ჩვენ პირველად დავდეთ რომ არც უფრო საინტერესო გადაცემები იქნება. მომავალ შეხვედრამდე